როგორც ევროპელებმა შეაფასეს რიგმა პოლიტიკოსებმა, თუ კი შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ ზეწოლას ევროპაზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ნატო დაკარგავს თავის ფუნქციას, ამას ემატება ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა ახალი უსაფრთხოების ესე იგი დოქტრინა გამოაქვეყნა, სადაც დაადეკლარირა თავისი შეხედულება, რომ მისი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა ჩინეთი და შეეცდება, რომ შეაკავოს ჩინეთის ექსპანსიონიზმი, ეკონომიკური ექსპანსიონიზმი და ნაკლებ ყურადღებას დაუთმოს ევროპას და სულად გავა ევროპული კონტინენტიდან. შესაბამისად, ნატოს მომავლის ფუნქციონირებისათვის ეს გამოწვევა საკმაოდ აქტუალურია და თუ მივიღებთ იმას, რომ ნატოს ორი წევრი ქვეყანიდან ერთ-ერთი შეიძლება იმას, რომ მეორეს ძალით დაათმობინოს ტერიტორია, ზოგადად ნატო როგორც უსაფრთხოების გარანტორი ნაკლებად წარმოსადგენი იქნება მისი ფუნქციონირების გაგრძელება ამ ტიპით. არამხოლოდ ეს ევროპელებმა დაიწყეს ასევე საუბარი იმის შესახებ, რომ დროა მათ შექმნან თავიანთი უსაფრთხოების სისტემები და გამოფხიზდნენ რაღაცნაირად იმოცემულობიდან, როდესაც შეერთებული შტატები თანაბარ მნიშვნელობის პარტნიორად განიხილებოდა. კიდე გამომდინარე, რომ მათი ქცევა, ანუ ამერიკელების ქცევა აღქმულია როგორც რაღაცნაირად პოლიტიკის ნების გამსაზღვრელი ევროპისათვის, რაც მათ არ აყენებს, რა თქმა უნდა, პარტნიორულ ურთიერთობაში პირიქით ბატონისა და ვასალის ურთიერთობას უფრო მოგვაგონებს. რა თქმა უნდა, კომიკურია ის, რომ ეხა 10 კაცი და ჯამში ალბათ 30 კაცი იყო საუბარი, 15 გააგზავნა საფრანგეთმა, შვედეთმა 1, ნორვეგიამ 1 და ეს კონტინენტი რა თქმა უნდა ვერ დაიცავს გრენლანდიას ამერიკული ექსპანსიონიზმისაგან თუ ეს მოცემულობა დადგა, მაგრამ ალბათ ეს იყო მცდელობა რაღაცნაირად, რომ ჩვენ ესე მარტივად არ დავთმობთ. მაგრამ ეს ბაქი-ბუქად შევა, რადგან სოფლიოს ახალი რეალობის წინაშე დგევართ და აქ მნიშვნელოვანია ის თუ ვის იქნება კონტროლი ტექნოლოგიებზე, შესაბამისად მომავალზე, მნიშვნელოვანია ვის იქნება კონტროლი არქტიკაზე, როგორც ყველაზე მოკლე სავაჭრო სატრანზიტო მარშრუტზე და მნიშვნელოვანია ასევე კონტროლი ვის იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ მოცემულობა ის, რომ შტატებს სურს არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად უზრუნველყოს მისი მყარი პოზიციები სოფლიო გეოპოლიტიკაში, ეს ცდება ბრიუსელის დეკლარაციებს და რაც საუნა რაღაცნაირი აღშფოთების აქტი შეადგინოს ევროპამ, ევროპის ინსტიტუციების ეს მოცემულობა და ეს რედიტორიკა, რომელიც სახეზე გვაქვს, ვერ შეაჩერებს ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ინტერესებს.